მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას 80-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანი პროფესიული განვითარების ინოვაციური მიდგომების წახალისებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. გრანტის 3 თემატური მიმართულებით გამოცხადდა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 300,000 ლარია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, რამდენადაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩადებული პროგრამები იძლევა ფორმალური განათლების ძირითად გაძლიერებას, ხოლო მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია აპირებს მესამე ლოტით კლუბების გაძლიერებას არაფორმალური მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო კითხვები იყო, გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ჰქონდა აცთა გაცვლა ამ მიმართულებით გრანტებთან დაკავშირებით, ზოგადად დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეცენტრალიზაციის ფარგლებში და თვლით, რომ ესეთ შეხვედრები არის სასარგებლო ორივე მხარისთვის.